გამარჯობათ ხალხო, თან სტრიმზე ვარ და თან ვარეაქტებთ ცხელძახს. ესე მომიწია, იმიტომ რომ გვიან მოვედი სახლში, ფიზიკურად ვერ დავარეაქტე, რომ დღეს მესამე სერიას დამედო და იგი და აგი. ესე იგი. წავიდეთ კაში. აქ სიმღერა იქნება ახლა და გადავახვიოთ, ყველა სიმღერაზე კოპირაიტი დამედო ვარ. რა, ეგა. ცხელძახში რა წავ. კი, ყველა სიმღერაზე კოპირაიტი დამედო ვაფშე. და ლაიქი და ხით გამოიწერეთ. ხო, ეგრევე კოპირაიტია. სულ 3 წამი იყოს ეგრევე კოპირაიტია. ვინ არის ონერი თუნდაც გამოსულ კოპირაიტის? ხაროს. ოპა. ლექსო მიდის ბრატ. რატომ მეგონა რომ რაღაც მოხდებოდა და გადაიდებოდა ლექსოს წასვლა? ვაიმე, რა საყვარელი კაცია, ბიჭო. აჰა, ესეც წავიდა. ცუდათო არ როგორ მოყოლოს. რა ვხედა თავი აქ შეხედე გტყო. წდება აბარა. დევას. შევეჩვი. მერც გეფიცე. ნახე გტყო. გული მიგზნოსო ვერასოდეს ვეღარ. მოხელა თავია, ბიჭო. ხუთი თავი აქ ძმობას გამისე. ხო აბა რა. საყვარელი კაცია. რა შემიძლია, ხო იცი ვერ ვიტანამ გაცილება გამოცილებას. შეგვანია მე ვიტან. მოხედა ერთხელ არ გამოიხედა. კრეკერი კროკოა სპონსორი ძმობას გაფიცებ? ოდინდელია. მაგრად გავს ძმაო ვასკას ერთ-ერთია. ძმობას გავს აი რითი ემენს გავს ვასკას. არ ვიცი. აუ ჩხირებ. აუ სანამ გაკეთებ. არა, ვერ ნაგრიფა, ჩეკადე უსტრიმავ, მე თან ვარია. დასაქმიანი ხარ შეჩემა? ой. ბეკა, ისე რომ იცოდე მუსიკა იყო, ძმა ოჩახის. Здорово. არაფერი არა. როგორ ახართ? А шен? А мы ара Миша. დიდი დაკერეს. Что с вами? Что-нибудь случилось? ხო რა, ალექსო წავიდა. აეროპორტიდან მოვდივარ. Წავიდა. ნუ, დავჭი მარტო. მობრძანი. ეს კალი ვინ არის? აი, გაბრძანი. ეს კალი არის მინუტჩი. გიგას მოსამსახურე. იმარ პაჩიმი მინატის თუ? ანუ პუტანკა იყო რა, ხუაზე ხარ. და მოხდა მკვლელობა. ანუ ბორდელში მუშაობდა და მოხდა ეს მკვლელობა. ვიცი რო გააპარეს მე ეგ ხო და შეეშვა მაგ თემას და ანუ თავის ბავშვობის მეგობართან დივნა დაიწყო მუშაობა. დავაი. გიგა ხوارებინებს შემოსვლას. ო, კანუ შეიძლება. შეიძლება ჩამოვიდე, შეიძლება არა. კაი პასუხი. Ja, ungerazi რა ისმის? არაფერი. ხო არ დაურეკია როდის აპირებს შემოსვლას. Нет, батон убедина. Он же знает, რომ გიგა აქ არ არის. რატომ დარეკავს? Да? მობრძანდით. Привет, Света. Лексо, ты что, не уехал? Равится, ага. Работа. Иди заходи. Ага, на აეროპორტში არის, კაცო? Сильно меня интересует, да. Гига ხوارეცი როდი ჩამოდის? გიგა? არ ვიცი. ხო. და ისე და კაკაოიძე? რა? ხო, ხო არ დაურეკიან, ხوارეცი თბილისში აპირებს შემოსვლას თუ არა? არ დაურეკია. რა ხდება თუ? შენ აქ რა გინდა, კაცო? მე, კაცო? ნუ, აღარ წავედი რა. Вообще? Вообще. აუ რა საყვარელი კაცია, მიყვარს. Слушай, смотри, что? Гига, თავის მაგივრად დაგტოვა თუ რა არის? Ара. Просто приходят какие-то информации, я ему пересылаю. А информация? Да ничего, имейлы, факсы разные. Ничего особенного. ხელს ხო გაცნობს ეს? Აბარა. ა?
ნუ ვიზოთ ნიაკატარე მასე ხაში არა ძლევს კვირაში ერთხელ ფაქსი მოვა იმას უნდა უპასუხო და დამაერა ეს არის სამუშაო ბიჭო როგორ შეადი ეს ოქროსავით ბიჭი მითხარი Окросавит. А что? Он большой эгоист, если хотите знать. Хасури то. Самсахури გაგიჩითა? ხელფასი მოგცა? და კიდე ის არის ეგოისტი კაცი. Он один уехал. Андрей. აუ სასაული კაცია რა Не берет. მინა სასიამოვნო მოსასმენია რა მაგრა თამაშობს რევაზა რა გეგონება ის სინამდვილეა გადაღებული დროის პოლიცია უსიმემოსები Я для него финтиклюшка какая-то, а не человек. კარგი რა. ძმობას აი ეს ყველაფერი ხო დაწერილია ტექსტად აი ბიჭო რა მაგრა აი ხომ არა აი თვითონ ხუნდა ითამაშო მიმიკები ყველაფერი აი პროსტა შეხედეთ ხო პროშკებს ამხელა ჯამადირს ვიღუხტის. აბა შენახა აუ ძალიან მაგარია ესეთ მსახიობები საქართველოში რო არა და უცხოეთში რო იყოს რო ყოფილიყო მაშინ იმ დროში А вы იქნებოდა ალბათ знаете, что его в მილიარდერი прокуратуру вызывают? საქართველოში ნუ რა თქმა უნდა არაფერი ალფასტა Вчера на его имя уცხება пришла. გარდაიცვალა და გაუხსნენ ვარსკვლავს ეს საკები ვის გავს იცი? ბეკა ვინ? ბიძინა ვის გავს იცი? ჟერარდი პარტიას არ გავს? ეხლა ყველა სულსატანოს პროკურატურა ამოწმებს. ისედაც აღნაგობი და ყველაფერი А я думаю, что его по другому поводу вызывают. По время Арчевнеби он с Сомгером Какауридзе, этого подонка Сосоигадзе, финансировали. Я его предупреждала. Саши Шихалхия, да, Анна Бетави. Помните Батона Бетина? Вы тоже его предупреждали. მართალია. მე გავაფრთხილე. და სად არის ახლა ეგაზე? სად იქნება? თათერსილია. აუ რა შენ მაგარი წასასვლელი არ ქონდა თუ რა? Алло? Да. Сейчас? А куда мы едем? Ладно. Ребята, извините, я должна бежать. ხო რა, ჩვენს გაჩქარება კაცო. შემოგივლით ხოლმე. Только я скоро, может, на другую работу приеду. აუ, დაიწყო ეხლა. ჭუით იყავი. ეხლა გიგა ან ონგერა თუ გამოჩნდა, შეგვატყობინე. Хорошо? Хорошо. პეკინი უნდა მეთქვა მეც, მაგრამ პეკინზე რა ადგილია შეჩემა. ის შეჩემა ადაშოპი რო არის. ეხლა რო ადაშოპია, ხო? მარცხნივ რო პარკინგი არის. ეგ ადგილია, კი ბატონო. მაგრამ არა შეჩემა. ეგ ადგილია, კი რა არა. არა ადაშოპის ადგილი, რევას. ადაშოპის წინ სადა ამხელა ის, რევას ხეები და ისინი არაა თქო. არ არის ეგ. შენ სულ გამოჩნდი რა. რატო კაცო? პეკინი არის გოჩო. ბიჭო ეს გზაზე დამლარი კაცი ამ ბარდაკში უკან რა მოგაბრუნა. მოდი ამაზე მე ვილაპარაკოთ, კარგი? აუ. შოვლებს მაინც თუ დაურეკე. ჯერ არა, მაგრამ დაურეკავ. პოლიციის მანქანა შეხედეთ ხო? აბა შეხედეთ, აბა რა ეგონა გაჩენჩილაძეს, რა სვეთა მთელი წელი დაელოდებოდა? აუ, დურა. ოფისის მენეჯერად კი არა. პრეზიდენტად რო აირჩია. მესამე სეზონია და მესამე სერია. იცი ეს ვინ არის? სვეტას რომ მოუტყა. ვინ არის? ნურიტო ცეცხლაძე. მოგასას კონსული. რისი? მოგასა რა ქვეყანა აფრიკაში. არ გამიგეგეთ ქვეყანა. და სად არის მაგის საკონსულო? შეიძლება რო პარტიაში პირველ სართულზე კერძო აი ბიდაში. შევხედავ. აი რა. კებიცები ხო წარმოედგინე. მე მგონი მართალი ხარ. აი რა შეკოკილი უნდა იყო ტიპი, რო კუნაპეთ ზანგს. შენი თავი საპატიო კონსულად დაანიშნინა. ეგ არის წესით რო. შენ შავდიესგან გაიცანი? არა კაცო. აბა? ჩემი ახალი ისრუა. საფტონი, ხაზეინი. ხო. იმის მეგობარია რა. ბიჭო დაგუგე რა თორე შეგვჭამს ხათამაზე. ნოლსემი დაიქრიეს? არა, ნოლსემი ნოლშესტი. ნოლ-6 რო აკნოვერი. წარმოგიდგენი არებას რადონის ცოტა მანქანები დადიოდა, რომ 300-იანი და 3 ციფრა ნომრები იყო.
შეჩა მანქანა ვისაც გავდა ახერხებდნენ ხო? არა წოჩი. თავის კურტკაზე შეიძლება დაებრინდა ვიღაცას. და გადავიდა კორპუსის რო. ლევის სიჯის შეძმამას ვიცავ ბარტო სახლში დადიოდი. ეს უეჭველი კილერია ეს როასვია შეძმამას ვიცავ. გაგიმარჯოს. ეს კაცი რა პერმეცანი? სალი არის სასწაული კაცი. ისე. თემურაზ მაგაც. რა მაგარი მსახიობი. ხო შემოდი. სულ დამღამე ეს მსახიობი რომ სულ ეგეთ როლებს სულ ბიჭო რაც იმიტომ რომ რევას უყურე ჯიმ ქერის რო ათამაშო კილერის როლი. გავიგე. გოგო მისმერე ვუყუროთ. ძმობას გაფიცებ. ჯიმ ქერის რო ათამაშო კილერის როლი. აი წარმოიდგინე ხო იდიოტობა იქნება. ეს მსახიობია რა, ესეთ როლში უნდა ითამაშოს, სხვა როლში ვერ ითამაშ. ქუჩის დღეებში ბიჭო რა მაგრა თამაშობს. რატო გაიკეთე ბიჭო წამალი? აგიჯდა სასწაული კაცი. და კეთილებში იგივე როლი არა აქვს ძმობას გაფიცებ? მოდი. ხო, ახლა არ უყუროთ, მე უყურებ ერთად. დაჭერე. ანა იგოსაც მოსვისავ კურტკა უეჭველი ვიღაცას წაართვა ჩემზე გაწეული იქნება სუტყავია ეს ეხლა ეგეთი როლი იყიდო ფული იღეს არ ვიცი როგორ ახარ? აზეა რა არა მიშავს. შენ? კარგად. რა დიალოგია სახში მარტო ხარ? მალე მამა ჩემი მოვა და რა? არა, არაფერი. ამაზე უარი არ მითხრა, მე და თემურა ძმაკაცები ვიყავით. ხო. ხშირად გახსენებდა ხოლმე. ხო, მე გვიან გავიგე მის სიკვდილის ამბავი. მაინტერესებს რა მოხდა, როგორ მოხდა. სამსახურში ნახეს დილით. ბუდარი. ბოტანიკურ ბაღში მუშაობდა. 3 წვია ქონდა ნასროლი. ვინ მოკლა, ძაღლებმა? ძაღლებმა არა. აბა, არ ვიცი. არ იცი. აბა საიდან იცი რომ ძაღლებმა არ მოკლეს? ვიცი, იმიტომ რომ პოლიციაში დამებარეს და თვითონ მკითხეს ხომ არ იცი ვინ მოკლაო. მეგი მომისმინე. ჩვენ ეგ კანალი აწყობილი აქ რამდენი წლისაა ნეტა? 1.40-ის ხო ალბათ? ნაკლები პროსტა ჭაღარაა ესეთი თორე ანუ არ იქნება ძა. არა იქნება. შავი თმით არ მახსოვს, მაგრამ არც ეს 40-45 წლის ხო ხალხო? დავარი მომქონდა ეგ ასაღებდა, ხო გესმის? მერე ჩემგან რა გინდა? როგორ თუ რა მინდა? შენ თემურასთან იყავი? მაგას რა მნიშვნელობა აქვს? არა, მითხარი, იყავი თუ არა? ვიყავი. უნდა თუ იყავი, უნდა დამეხმარო. მე რა შემიძლია? როგორ თუ რა შეგიძლია? იქნებ იცი ვინ მოკლა? იქნებ ეჭვი გაქვს ვინმეზე. მე არაფერი არ ვიცი. ვითომ? რა ვითომ? არაფერი არ ვიცი მეთქი. დაწყარდი რა ხალო, შენი ყვირილის არავის არ ეშინია. მე არ გაშინებ. არც მე. მაგრამ თუ რამე გავიგე, იცოდე შენ ციფ საწყალი თემურას გზას გაგიყენ. რა გინდა ჩემგან რა? მოკეტე რაში. მოკეტე რა შენი. ეს მოგასწავლ ფული მიუტანა და აკაჩავა ძმა. ეს მე დაგეთ ცხოვრება. ეგეთი არ გაქვს ჩემ. აკაჩავა მაჯვარი. ჯიპით არის ბექა? მაშინ თან ბიჭო არა ეგეთი არაფერი შეჩემ. მაშინ შეჩემ ნოშეთებს იპარავდნენ. არა 2005-იან 6-ია უკვე შეჩემა. კუჩი ყავდა ეკლასი. Мама чем? Ничего не знает. Врет, сука. А может и правду не знает? По глазам видно, что все прекрасно знает. Когда я вошел, она музыку слушала. Говорю тебе, у нее кто-то есть. И вот с его помощью она и избавилась от Тимура. Исключено. Значит, ничего не говорит? Да, не говорит. Не говорит, заставим. Поехали. ნიკუშა მინდოდა. ნიკუშა?
გუშა აქ არ ცხოვრობს. იცით რა, გადაეცით რომ სტუმარი მოვიდა, კარგი? ვინ სტუმარი? თქვენ ვინ ბრძანდებით? გაუთიშოს. არა, მაგას არა აქვს მნიშვნელობა. აუცილებლად დღესვე გადაეცით ეს სიტყვები, სტუმარი მოვიდა. დაიმახსოვრებთ? დავიმახსოვრე. სტუმარი მოვიდა. კი ბატონო. მადლობთ. გისმენთ ბატონო ბიძინა? რა არიცი? ცოტა მაზალო საქმეზე ვარ მოსული. რაშია საქმე? დავბრძანდეთ. ეს მაიკლი რო ამერიკელი. მე ხო მაგასთან დასვაში მუშაობ. ბიჭო, ეს ცოტა ხოცი რაღაცა. შენ არ გამაზარი კაცო? ხო, მე? სულელი ყოფილა ეგ შემისა, იმისა და ხათაბალაში. გაეყვია. არ ვიცი როგორ უშველა. როგორ? უჩვია. მე რო არა. პოლიციაში უკვე დიდი ხანია შეტანილი იქნებოდა საჭმელი. რა სამბობთ, ვინ უჩივის? ვინდა? რა გვარია ეს? უთურგაიძე. იუველირია რა. რომელ პერიოდში? მე მაგ პერიოდში დავიბადე 96 წელს. აი ასეთი ბრინჯაოს კაცი მიიტანა, აი ეგეთით. 30 საათი გამიკეთე, ასე მჭირდება. არა ბექა. ხო, იასნია რა, დამოშენზე უნდა რომ გააბაროს. სადიშო? არის თუ ვიღაცისგან იყიდა. მერე? მერე ახლა ეს უთურგაიძის ლაშა მიაწვა, მაიკლს. როგორო? ეს ისტორიული მნიშვნელობის ლიფტია. ახლა ჩააბარე მუზეუმსო. ამაზე მაიკლმა გაიგიჟა თავი. შენ გიჟი ხوار ახარო, ამაში ტონაფული მაქვს მიცემულიო. რას ლაპარაკობ კაცო? აბა ბიჭო, გაგიჟდები რა. ეხლა რო გაუგონ. ხო მართლაც ტრაქში პანჩური და გააგდე საკეთა. სამსახურის დაკარგვა მინდა ეხლა მე. და სად არის ეხლა ეგ ნიფტი? იმ უთურგაიძესთან. კარგი, მე დაველაპარაკები მაიკლს. გაგა შენაღმერთმა რა. ესე იგი ეთქვით ხო? კი, მაგას შემთხვევაზე ვიყიდე. მადლობთ. პირიქით. მე გიმინდოდა? შენ ახარ მეგი? ხო, რა გინდა? კოშკამ გამომგზავნა. კოშკამ? რა? ქუჩაში გელოდება გამოვიდეს. ობა. კოშკა როგორ მიბასება რა გიჟი კაცი. კოშკა დესლიგაცია რა. აჰო, ესეც იმენა. პეიპერი ლაღერა ლენოლებით არის. ლენოლებით არა, მომენტ. არა, ლენოლ. ჩემდასთან დაგირეკე. ხო, დავრეკე. რა არის, რა ხდება? წუხალ ერთი ტიპი მოვიდა. სად? ჩემთან სახლში. რა მინდაო? ხომ არ იცი თემურა ვინ დაბრიდაო? ვინ იყო? ერთია თემოს მაგაცი. რაღაც უცნაური სახელია, ბუღდანა, ქისტია. ქისტი? შენ საიდან ისე? ერთხელ თემომ რესტორანში მოიყვანა ეგ და კიდევ მეორე. ოღონდ ის ჩეჩენია, ასლანბეკაფია. და ვინ მოკლაო? ხო, ეჭვი ხომ არავიზე გაქვსო. შენ რა უთხარი? არაფერი არ ვიცი მეთქი, რა უნდა მეთქი. მერე? მერე წავიდა, გარეთ მანქანა ელოდებოდა. აუ ნიკუშ, ნამდვილად ვიცი, რომ ეგ როჟა შავია. ძალიან შემეშინდა და ამიტომ დაგირეკე. სწორედაც მოიქეცი. ესე იგი მეორე ჩეჩენი იყო რა? ხო, ასლანბეკა ერქვა. როგორი ტიპი იყო? ზროსლი კაცი იყო, მაღალი, შავგვრემანი წვერებში, რუსულად ლაპარაკობდა. მე გიცოდე, უჩემოდ გარეთ არ გამოხვიდე. კი, მაგრამ როგორ ნიკუშ, სამსახურში ხომ უნდა ვიარო? ცოტა ხანი რო არიან, არ შეიძლება? არა, იმიტომ რომ წილში ვარ და გოგებს გაუწყდება. კარგი, მაშინ ყოველდღიურად გამოგირი და წამოგიყვან. საღამოსაც არ დაგხვდები ხოლმე. აუ ნიკუშ, ძალიან მეშინია. ხო და თუ გეშინია, მაშინ დამიჯერე და აქეთ-იქით სირგულს უნდა იწყებ ახლა. არა, ყველაფერს დაგიჯერებ. მაშინ წად. ოპა, კოშკა პეიპერი. გამარჯობთ. კამერა აქ დააყენე. არა, თაკო აქედან კონტრაჟური. მაშინ აი აქ. მან ნორმალური. რა ჟიროსა? თქვენ მოგზავნით ბატონო გენო და აი აქ დადაგით. ბატონო?
აი აქ. ბატონო. გამაგებინეთ, რა ხდება? ესეთია 90%. რამდენიმე შეკითხვა გვაქვს თქვენთან. დედ ნაგლი, ხო? შედალოთ წინო ინტერვიუს დედას ვიცა. მოდიხარ. წინასწარ არ უნდა ვლაპtildeო. როგორ არ გადმოგცეს? არა ბატონო. პირადად მე ვლაპარაკე თქვენს მოადგილეს ტელეფონით. ხო შეუძლია ძმობას გაბიცე ხა უარი უთხრას. რა თქმა უნდა. მაგ დროს შეჩემა უარს ვინეთყო და რა დრო არ. არ როგორ რა სამოგოს? ის მაინც გათქვათ, რა გაინტერესებთ? ეს პოლიცია, შვილო, ფილარმონია კი არა. მამადეს. თუ შეიძლება დაილაპარაკეთ. ბატონო? თქვით რამე, დაითვალეთ. 1 2 3 4 5 6 7 კიდევ? აია. სადა ხარ? დაიწყო. ჩვენ ახლა სტუმრად ვართ პოლიციის პოლკოვნიკ ბატონ გენო შავდიესთან. ბატონო გენო, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ მონაწილეობა მიიღეთ სადავო ოპერაციაში. რომის შედეგადაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკი იქნა ამოღებული. თუ შეიძლება თქვენი კომენტარი ამის შესახებ. გამორთე აპარატი ბიჭო. გამორთე აპარატი. გამორთე მეთქი კამერა. შვილო, მისამართი შეჭლია. ჩემთან კი არა, კი ვინც პირველად უნდა მისულიყავი. კი, მაგრამ თქვენ ხომ მიიღეთ მონაწილეობა იმ ოპერაციაში? რატომ არ გინდათ რომ კომენტარი გააკეთოთ? არავითარი კომენტარი. მიგზავდი ის პირველად და იმას დაელაპარაკე. მართალ შეუბნებათ, იმის სპეცოპერაცია იყო, ამასთან რას მოუვიდა? იქნებ ის მაინც გითხრათ რის საფუძველზე გააჩერეთ ის ტრეილერი. იმას შართულია გუოჭოლი კამერა. ესენი ხო ეცნები არიან. ჩალი გლავნო უპრავლენია, გენერალი მწკირველი, კივი ალექსანდროვიჩ, გასაგებია? ხოდა მიბძანდით ახლა სამართლოში და თვითონ მას გაესაუბრეთ. ვა. არ არსადაც არ წავალ, მე თქვენი პასუხი მაინტერესებს. ქათამაძე. იცით რა თუ შეიძლება ნუგვაშინებთ. რა ნუგაში შემოიღე გადავასდო თუაში. ოპა. გამარჯობა ბატონო გენო. ვა, ლექსო? სად არის ქათამაძე? რა კაცია? ვა, ტელევიზია. ვა, ტელევიზია. სასაული კაცი. მომაშორე ეს ხალხი აქ. ევასება ბიჭო და კამერაში გამოჩერე. უყურე როგორ გაუთხრა ხო? რა სახელი მიგია? ამეცი კამერა. გაიწი იქ. გოგო რა გავში ხარ? რა ხელი გაიწი. ლესო. გაშუდი გოგო. გოგო სოლელი ხوارდაცი. ვა. რა ხდება ბრა? გოგო სოლელი ხوارა. ეს რა დილაპარაკე შემხაიცო შენა. ვისაური? ლექსო რა? ეს ცოტა ფანტასტიკა ხასვეს. ქათამაძე, ახლავე დააპატიმ რესხული გაკა. როგორ დავიდო ის ტელევიზია? დაიმახსოვრეთ ბატონო გენო, მე თქვენ ამას არასოდეს არ გაპატიებთ. დავაი რა ქალო, შარი ხარ ვიღაცა ხარ. აუ მიყვარს ბიჭო რა მაგარი კაცია დედას ვიცარ. გეკონება მართლა ასრულებს. რა სახე აქ შეღადეკთხო? უსახე ნახეკთხო. იცოდეთ ყველაფერი. აუ რა გიჟი კაცი. ნარკოტიკებით სავსე ტრეილერი რომ გააჩერეთ და საერთაშორისო სპეცსამსახურებს აწყობილი საქმე რომ ჩაუშალეთ. ვა, ეს ვინ იყო კაცო, ა? სერვა, ბლядь. უფ, აი მე. ცუდად ხوارა ხარ დავიდოვიჩ. არაფერია. ერთი წყალი მომიტანე რა. რა არის, ნემა მაგიციათ? ეგ არაფერი. ვა, არ გადამრია კაცი. წავალაფერა მეიღო ჯიბიდან. 40 წელია პოლიციაში მუშაობ. ამისთან რაღაც არ მინახავს. ვინ არიან ესენი? საიდან მოვიდნენ? არა ძმაო, არა. ამათმა დაღუპეს ეს ქვეყანა. მე კიდე რა მიჭირს, შენ რა გიქნა იმ შობელძაღმა იმანა. და იმ საქმის რა ქენით ბატონო გენო? რომელი საქმე? აი იმ დღეს მეგისანებრიძემ ზერაგია და კაკაურიძე რო ახსენა. იმ საქმის რა უნდა მექნა შეგაცო? მინისტრის სახელზე პატაკი დავწერე და როგორც მითხრეს, იმან უშიშროებას გადაუგზავნა. რატომ ეკითხები? არა, ისე. ჭკუით იყავი იცოდე ნიჟარაძე, ჭკუით. ერთხელ ხო წაიტეხე ისერი. ახლა მეორედ ნუ გაყოფ თავს ხათაბალაში. ხათამაძე. ერთი მითხარი. როდის აქეთ გახდა წკრიალაშვილი ჩემი მოადგილე? С ней еще кто-то. Вижу. Что будем делать? Придется и его брать.
Может быть, он тоже связан с убийством Тимура. Мыслишь? Пусть сперва войдут во двор. ამ გონი ლომკა მეწყება. მორფინი უნდა ვიშოვო. ამოვიდა ყელში. რა, кайფი? ვაფშე ყველაფერი. ეჯიპი იყო? რა? რადგან რომ მოგაკითხა ეჯიპი იყო, ხო? ხო. რა სტოლს გააძრობს, უყურე? ნა, უყურე. ვაუ, ხო დაუბტო. ნიკო ცოცხალი ხარ? არაფერია, ხელში ვარ დაჭრილი. მოიწადე. ატაკი, მიდი. პისტოლეტი რო არ დატოვა. სალტი ჩუბიკო და დაამოღავე. როზე დერსკი პისტოლეტია ნაგანი, არანაირ კვალს არ ტოვებს. ანეკდოტი არ არის ამრავო ხურმა. პოლიციიდან გაგდებული ორი კრეტინი. თავისას არის. ბიჭო, ამას ბანი დაადეთ. კომენტარებს არც ერთი არ კითხულობ ძმობას გაფიცებ. და რა შალეჩო. აი ეს მძიმე თუ რაღაც როა წერია. კანში. გადაიგრე? არა, აღარ მინდა რა. აუ ბიჭო, რა იცი ხოლმე ეს რა. ჭამის მადას დაუკარგავ ადამიანს. აუ ბიჭო, რაითი და გვარა ხათამაზე. წამსვაც გეგმები. მეგობარს რომ გააცილებს. და მე სვეტასთან გავარდება ესეთი რაღაცების გასარკვევად, რაც იმას არ ეხება. ის ან მოსლილია, ან რაღაც აქვს ჩაფიქრებული. ისმენ, ვაშა. პაროლად. იში. პარაშო. აძინაძი. დაბრუნდე. თითქოს ვითამაშოთ ეს პინგ-პონგი. მოდი ასე ვთქვათ. გენოშავდი ამ პოლიციაში დავგვიძახა. და მეგისანებლის ჩვენება მოგვასმენა. აი მაშინ დაიწყო ყველაფერი. რა დაიწყო? ბიჭო, მომისმინე რა თუ ძმა ხარა. იმ გოსახლე გაფრინდებოდი. იცი რატო არ გახსენე? ბიჭო, რატოა ეს სიმღერა? ეს ამოიჭრება ხალხო, აზრი არა, პროსტა ის რო დავუყო. ბიზნესმენთა ფედერაცია სავაჭრო პალატა მათ შორის ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლობას ჯო ეს ქალი აღარაა ჟურნალისტი? ბიჭებო. ნახავ. მერე? მერე? გრონიჩევს და შკრუტნევს არზამასში ჩვენი ნაცნობები ჩამოყავს. ხო, ზერაგია და გაგავონი არის. ეს კი იმაზე მეტყოლებს, რომ ურანის გატანას საქართველოს გავლით აპირებენ. კერძოდ მთვრალ გრონიჩევს ბათუმი ზანუცდა. ხა მე არ მესმის, რა შეჭირდებათ ამ ურანის ბათუმში ჩამოტანა და რატო არ შეიძლება პირდაპირ რუსეთიდან გატანა. მაგრამ ფაქტია, რომ ამ საქმეში ქართველები ჩართეს. ვაფშე გაიგეთ. რევას. ხო? ნაჩოს კომენტარი წაიკითხე რა. სტეპტონმა საქართველოს ხელოვნების მუზეუმსაზე იმ ვითარებაში გადასცა უიშვიათესი ექსპონატი ნივთი წარმოადგენს ადამიანის მცირე ზომის ბრინჯაოს ხანდაკებას და მეცნიერთა ვარაუდით მე-4-მე 1000 წლეულებს განეკუთვნება. შევადელი აქცია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მეგობრობის შემდგომი განვითარების საქმეში. And here we are, Dr. Nogodiza. Thank you very much. ძმობას გავწევ რა სოჩი იყო ეს ტელევიზორი თუ გქონდა მილიონერი იყავი. ბიჭო, შენ დამსახურება. გახსოვს ეს GBCLG. ბიჭო, ის გაიგითხო იყო, მაგრამ მაგაზე პასუხი რო არა გვაქვს. რა არის ეხლა? ბათუმში ატომური მომსხობელი დაამზადებენ. მაგრამ ერთ ამბავს ვერ ვგებულობ. რა როლი აქვს ამაში გაგავრცეს? და ლადო ჯიბუტი სად არის? ლადო წავიდა უშიშროებიდან. საწავიდა აზზე რა ვარ. ისე მაგას შეეძლო ბევრი რამე აეხსნა ჩვენთვის. მაგრამ ეგ არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ ხო კაკები არა ვართ. თუმცა აბა რა არის ჩვენი საქმე? ახლა გულზე რო ხელი დავინდა და ესე გითხრა, სულ ფეხებზე მგიდია, რა შალეჭობენ ის გაწუწკებული რუსი გენერლები. და რა ხდება მაგაც სული თავისუფლად უნდა ატარონ ჩვენ ტერიტორია. ამიტომ დაწერა რაპორტი გენოში. რამთელი სერია სიმღერა. სერაგიას ბათუმში ჩამოსვლის. და გვიჩნდება შანსი რა მაგ ნაბოზრის გადისკვის. აი ჩესად მითხარი. ეხლა ჩვენ ორივე ხო მაგაზე ავარდით. ყველაფერი გენიალური მარტივია.
ადრე რაიცოდა. მაგრამ ყველა ისაც კაკაოს. სად იდებოდა ჯერ ეგეთი ისეთზე რომ კოპირაიტი ყოფილა. აი ვიდეოს რაღაცა იყო თუ რაღაც. ბიზნესა ვარ თაბაგარ. როგორ? აი გაცა. და მეგი? ახლა მოვდივარ. და მეგის ბოლოს და ადაო. სიკვდილს გად. ყველაფერი ჯერ არ დამთხე, მაგრამ ძალიან მალე ესე გამოჩნდებიან. სადმე უნდა დავითესოთ. სად? მე ვიცი სადაც. ჩემი ბრალია ყველაფერი. ეს მეცნიერება, მე ცოლის ავადმყოფობა და ვერ მივაქცია ყურადღება და ის შედეგით. თავი არ გამოვეყოფა ხალხში. ჯანდაბას ჩემი თავი, მაგრამ ამ ჩემს შვილს რა ვუყო. ეს ნარკომანია. ეს რა გაუგებრება? პოლიცია, დაკითხვები, პლელები, ბანდიტები, არ ვიცი. მაგაზე ადრე უნდა გიფიქრეთ. კაცარი არის. რაღაცა გამოსავალი უნდა მომძებნოთ. რა ვიცი. ძალიან დაბნეული ვარ. არ ვერ ვხედავ გამოსავალს. პირველ რიგში უნდა მოვარიდოთ აკავრობას. ცოტა ხნით. მეგიც. და ეს მეჭიც. ვინ არის? საიდან მოვიდა? მეორე ვხედავ ცხოვრებაში. ნიკუშა ხმალაცი. ნუ გზასაცდენელი ტიპია. ისე კაი ბიჭია. ვინც არ უნდა იყოს? მეგი მაგან გადაარჩინა. თორემ მოკლავდნენ. ან გაიტაცა. კი, მაგრამ სად უნდა გადავმალო? რა ვიცი, აბა თუ გინდა ჩვენ დაგეხმარებით. ნარკომანიისგანაც არის საშველი. თუ თვითონ მოინდომა. ამაშიც ჩვენ დავეხმარებით. მაგრამ თქვენი დახმარებაც რო გჭირდება? კი ბატონო, თუ კი რაიმე შემიძლია, მზად ვარ. ერთი რა მაინტერესებს. მე გიშვენება თუ გაქვს წაკითხული პოლიციაში რომ დაწერა. არა, არც მინდა იმ კოშმარული დღის გახსენება. სხვათა შორის იმ ჩვენებაში თქვენს მეგობარ აკადემიკოს ვინოგრადოვზეა ლაპარაკი. ვალოდია ვინოგრადოვზე? აი. წაიგეთ. იმას ვაკათ. უყურებ ჩეს. ამას დილამდე ეძინება. ხოლმე მოვიდე გადავყო. ეს ვიცი რაღაც სერიალში გამომძიებელია ბეკა ხო? აი ეს ის. ხომ გავიდა გადა. просто არ მახსოვს სერიალი. ჯიგარი ხალხის. როგორ არის? კარგად ჩაეძინა. მეგი მოდია. რა არის ეს? ჩვენება. შენ გესმის რომ ამას შეიძლება სერიოზული შედეგები მოხდეს. ბატონო ნოდარ. პირდაპირ გეტყვით რომ მეგი მხოლოდ აი ამ ჩვენების გამოა დღეს გარეთ. მეგი. ეს უსინდისობა. რამდენ გაწერინა ის რაც ვალოდიამ კონფიდენციალურად მოყვა. ყველაფერს რომ თავი დავალებოთ ეს საშიშია. ვისთვის? რა ვიცი, ყველასთვის. პირველ რიგში ვინოგრადოვისთვის. ამ შემთხვევაში მეგი უნდა დავიცვა. იმიტომ რომ რასაც ქართველი და რუსი გენერალები აკეთებენ. საშიშია თქვენთვის, ჩვენთვის და ყველასთვის. ვერ ხედავთ რა უკრას ეროფეებს. მე მეგი რა შვეშია. როგორ ჩანს ეს ვინოგრადოვი თვითონ არაპირებს გაჩუმებას და რა ვკნათ? მართალია. მაგრამ ამ ინფორმაციის გათქმა ვინოგრადოვის ნებართვის გარეშე არაფრით არ შეიძლებოდა. ეს რბილად რომ ვთქვათ, უწესობაა და მეტი არაფერი. ბატონო ნოდარ, იქნებ გაიხსენოთ რა მოყვა ვინოგრადოვმა გენერალ გრონიჩევსა და ზერაგიას საუბრის შესახებ. მხოლოდ ის რაც აქ წერია. დარწმუნებული ბრძანდებით? დიახ. და ბათუმში ზერაგიასა და კაკაურიძის ჩამოსვლის თარიღი ხომ არ უხსენებია? არა. არც სხვა გვარების სახელები რამე არაფერი? არა. დარწმუნებული ხართ? მაწვილო, მე ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს. ჯერჯერობით მაინც. ეხლა ბატონო ნოდარ. ნუ ვწყით რა. რა უბრალოდ ბატონო ასეთი პროფესია გვაქვს. ის კი არა ძალიან მინდა გთხოვოთ. რომ დავჭირდეს. ვინოგრადოვს დაგვაკავშირებთ. როცა მოსკოვში იქნება კი ბატონო.
მაგრამ ახლა ნამდვილად ვიცი რომ არზამასია. და იქაურ ტელეფონს ვერ გავიგებს? რას ნიშნავს თაობა? რომელსაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია და არ იცის დახურული ზონა, ეგრეთ წოდებული პოჩტოვი ящик. ხმატვილო. არზამასი დღესაც მსოფლიოში ყველაზე გასაიდუმლოებულ ობიექტად ითვლება. ო, საიდანაც გაძლიერებულ ურანს ისე იპარავენ, როგორც მეზობლის ბოსტნიდან პამიდორს, არა? მართალია. მაგრამ ეს საქმის არს არ ცვლის. ისე მე შევეცდები ხმა მივაწვდიდო ვინაგრადობს. ჩვენ კი ვეცდები დროებითი თავშესაფარი უპოვოთ მეგის და პუშკას. ვარა ჯიგარია, არა კოშკას რო იცავს მაინც. ხო იცის რომ ხა მკვლელობაშია რეალურად დამნაშავა. მიგას შეიძლება? კოშკა. მოგძანდით რომგე? მკვლელობაში. რომ მკვლელობაში და ის ტიპი რომ მოკლეს, ის თემური, საყვარელი რო იყო ამ მეგის. მოგძანდებით. და მაგას არ მოუკლეს. მე რა მაგასთან ერთად იყო პლასტიკს, რა აზრი აქვს? მე წარამიშას. დამძანდით. მადლობთ. რა კაი მაგიდა რა ჟურნალის. თავს ლამაზი მაგიდა. მშვიდობა. დამევასამი. მშვიდობა ქვია. ნარგია გასაშლელი. მოდი ჯერ თქვენი ამბით დავიწყოთ და მერე ჩემსაზე გადავიდეთ. კარგი? კი ბატონო. მითხარით რა ხდება? იქიდან ასეთი პასუხი მოვიდა. 3 დღეში ეგენი ბათუმში იქნებიან. თან ვიღაც თავიანთი კაცი უნდა ჩამოიყვანენ, რომელიც საქონლის ვარგისიანობაში ემოწმებს. ვერ გაამტყუნებ ბატონოჩა. ხომ დაიცოდენ ამ ხელაფულს რა შეიხდიან. ძალიან კარგი. ესე იგი 3 დღეში. დიახ. მოგვიწევს აბა მე და თქვენ ბათუმში გამგზავრება. ხო, მაგრამ საქონელი იმ დროისათვის უკვე ბათუმში უნდა იყოს, არა? ჩათვალეთ რომ ეს საქმე უკვე გაკეთებულია. მომენატრა ბათუმი. რაჯობი ახლა ბულვარში გასეირნებას. კი, მაგრამ ამ დროს იქ ისეთი წვიმები იცის, გარეთ სულს ვერ გამოყოს ადამიანი. კი, მაგრამ. კაცო. მაინც. ახლა თქვენი ამბავი. ჩემი ამბავი. მარა კი, ბიჭო, ხო. ჩემი ამბავი მართალი გითხრათ? ვერ არის მაინც და მაინც ახარბიელოდ. რა არის, მოხდა არა? არის ცით ამ კრეტინების ამბავი. ოპერაცია ჯერ არ დაწყებულა და ინფორმაცია მოგვე გაჟონა. რას მეუბნებით? როგორ თუ გაჟონა? გუშინ თბილისიდან ერთმა ჩემმა ინფორმატორმა დამირეკა. საქართველოს უშიშროებაში უკვე იცია რომ არზამას 19-დან ურანის კონტეინერი დაიკარგა. მაგრამ როგორ? ვინოგრადოვი გახსოვთ? ვინოგრადოვი, არა? როგორ არ გახსოვთ? რესტორანში პუშკინის ლექსებს უგიკითხავ. ვალოდე. ვლადიმერ ვინოგრადოვი. ხო. როგორ არ ამახსოვს? ხო და სწორედ ეგ ვინოგრადოვი ყოფილა თბილისში რაღაც კონფერენციაზე. და იქ ერთი თავისი ქართველი კოლეგისთვის, ვინმე ნოდარ სანებლიძისთვის უთქვამს ეს ამბავი. თანაც ჩემი გვარი უხსენებია. წარმოგიდგენია. თქვენი გვარი? ხო, ჩემიც და გენერალ გრონიჩევისაც. ნუ გეშინიათ, თქვენ ამ საქმეში არ ფიგურირებთ. რატომ? იმიტომ რომ რუსია და ეთყობა თქვენი გვარი ვერ დაიმახსოვრა. აი, კაკარიძე თუ კოკარიძე. გასაგებია? სახეზე მაინც დამიმახსოვრებდა. სახეზე ალბათ, ხო. მე რა ეშველება მაგ საქმეს? მიხედავენ, ნუ გეშინიათ. იმ კრეტინ გრონიჩევს დაურეგე და თავზე დავახურე ყველაფერი. ესე იგი რა შვებით ახლა? არაფერს. ყველაფერი ჩვეულებრივად. გეგმის მიხედვით გრძელდება. 17-ში ბათუმში უნდა ვიყოთ. არა. თქვენ ცოტა უფრო ადრე. კი ბატონო, მაშინ დაგემშვიდობებით. იცოდეთ ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ. ჩახა. ეგ არის ესეც მესამე სეზონის მესამე სერია ხალხ. დროებით შემდეგ სერიამდე დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ უეჭველი.